საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მოგეხსენება ახორციელებს ძალიან მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებს. აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პროცესები იყოს გამჭვირვალე. ის რეფორმები და ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში, შეთანხმებულია და განხილულია მრჩეველთა საბჭოს ფორმატში. მრჩეველთა საბჭო შეიქმნა კერძო სექტორთან ღია, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად. ამ ინიციატივამ შედეგი უკვე გამოიღო. განახდა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო. საბჭოს ფარგლებში ჩვენ აქტიურად განვიხილავთ დეველოპერების გეგმებს, რათა პროექტები მაქსიმალურად შესაბამისობაში იყოს გენერაციის ობიექტების მშენებლობის ვადებთან. ადრე არ იგეგმებოდა ზუსტად რა სიმძლავრეები უნდა შემოსულიყო და მიერთებულიყო ქსელთან. დეველოპერებთან შეხვედრის შედეგად არის მხოლოდ რეალური სიმძლავრეების მიერთებაზე საუბარი. შესაბამისად, ჩვენს ნაკლები დანახარჯებით მოვახდენთ ამ ქსელის განვითარებას და ახალი გენერაციის ობიექტების მიერთებას. ენერგეტიკის სფეროს განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს კერძო სექტორის ჩართულობა, ამიტომ მნიშვნელოვანია დეველოპერების პოზიტიური შეფასება ამ ინიციატივის მიმართ. ამ პერიოდის განმავლობაში კონკრეტულ შედეგებს მივახციეთ, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო ფაზაში გადასვლას. მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ სწორად და ეფექტიანად დაგეგმოს განსავითარებელი პროექტები, მათ შორის განსავითარებელი გენერაციის ობიექტები. მოთხოვნა ელექტროენერგიის მოხმარებაზე არის მზარდი ტენდენციის და იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს შიდა რესურსებით, საჭიროა ესეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ესეთი ფორმირებული მრჩეველთა საბჭო კოორდინირებული სახელმწიფო ორგანიზაციებთან იქნება შედეგიანი პროექტების დროულად დასრულებისთვის. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში 2 წლის ვადით შეიქმნა საკონსულტაციო ორგანო მრჩეველთა საბჭო. ეს არის ერთგვარი ღია კარის პოლიტიკა, გამოცხადებული ჩვენი მხრიდან. საბოლოო ჯამში ეს გვაძლევს იმ შედეგს, რომ ერთის მხრივ სახელმწიფო ელექტროსისტემამ სწორ ინფორმაციაზე და სწორ შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღოს და ამავდროულად დეველოპერებს და ენერგეტიკის სფეროში მყოფ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც საომალოდ გეგმავენ საკუთარი ინვესტიციების განვითარებას, შექმნათ სწორი მოლოდინები და სწორ შედეგებზე გათვლით შეძლონ საკუთარი პროექტების განხორციელება და მათ შორის დაგეგმვა შემდგომი განვითარების მიზნით.